Congratulations. Thank you so much. You look something. Water will come from the Chara. ეს ვიზუალიზაცია არის ასე წყალი თქვა ეხლა გაკეტილია მოგესალმებით მეგობრებო მივესალმები პატივცემულ სტუმრებს მინდა მოგილოცოთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტის შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება. ეს გახლავთ უმსხვილესი ელექტროსადგური, მათ შორის რაც კი აშენებულა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. რაც თავარია, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ყველა ნორმის და სტანდარტის დაცვით აშენებული ჰიდროელექტროსადგური. მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს ეს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური შესძინა. მადლობას ვუხდი ყველა კომპანიასა და უწყებას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა მადლობა უთხრა თითოეულ თანამშრომელს, მშენებელს, რომელთა ხელითაც აშენდა ეს ჰიდროელექტროსადგური. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ძირითად ინვესტორებს, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy-ს და ინდურ კომპანია Tata Group-ს, რომლებმაც ეს უნიკალური ნაგებობა ააშენეს და ამისთვის 416 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. მინდა ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ამ პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში შეიტანეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ გამორჩეული პროექტი გარემოზე ზემოქმედების კონტექსტშიც. ეს არის პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და უზრუნველყოფს სადგური გაზების წელიწადში 200,000 ტონამდე შემცირებას. ასევე აღსანიშნავია შუახევი ჰესის პროექტის ტექნიკური მახასიათებლებიც, განსაკუთრებით კი 37 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში მეორე გახლავთ სიდიდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარისწყალი ჯორჯიას საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება. კომპანიამ შექმნა პრეცედენტი სოციალური პასუხისგებლობის მიმართულებით და ქვეყანაში ამ მხრივ საქმიანობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. ამ პროექტმა უკვე მოუტანა სარგებელი ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების და კომპენსაციის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, აჭარის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც мотивაციას შეუქმნის მათ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას. აქვე მინდა
კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს და მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების შესწავლისა და მშენებლობის მიმართულებით. 2 დღის წინ მე მთავრობის ხდომაზე განვაცხადე, რომ ჩვენს მთავრობას საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს ქარის ელექტროსადგურის აქციები და მოქალაქეებს მათ შეძენა სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შუახევი ჰესი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში და იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი პოტენციური ინვესტორებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ ინვესტორებს ექნებათ კიდევ უფრო საინტერესო გეგმები მომავლისთვის.